დედამიწის და მთვარის ცენტრებს შორის მანძილი 60-ჯერ მეტია ვიდრე დედამიწის რადიუსი, რომელიც არის 6400 კილომეტრი და ჩვენ ასევე ვიცით, რომ მთვარის მასა 91-ჯერ უფრო პატარაა ვიდრე დედამიწის მასა. გვაინტერესებს დედამიწის და მთვარის შემაერთებელი წრფის რომელ წერტილში იქნება სხეულზე მოთავსებული გრავიტაციული ძალები ტოლი, ანუ რა ძალითაც მიიზიდავს დედამიწა, იგივე ძალით რომ იზიდავდეს ზუსტად მთვარე, გრავიტაციულ ძალაზეა საუბარი. Well, ეს ცენტრებს შორის დაშორება აღნიშნოთ პატარა ერით, რომელიც არის 60-ჯერ დედამიწის რადიუსი, სადაც დედამიწის რადიუსი არის 6400 კილომეტრი. მთვარის მასა აღნიშნოთ დიდი ემით, ხოლო დედამიწის მასა იქნება 91-ჯერ დიდი ემი, რადგან 91-ჯერ უფრო დიდია ვიდრე მთვარის მასა. და დავწეროთ პირობა, რომ ამ სხეულზე მოქმედი გრავიტაციული ძალა დედამიწის მხრიდან ზუსტად იგივე უნდა იყოს, როგორც მთვარის მხრიდან მოქმედი გრავიტაციული ძალა. ანუ G გამრავლებული პატარა m-ზე, გამრავლებული 91 m-ზე, გაყოფილი x კვადრატზე, რაც არის დედამიწის ცენტრს და ამ სხეულს შორის დაშორების კვადრატი, უნდა იყოს გრავიტაციული მუდმივა გამრავლებული სხეულის მასაზე, გამრავლებული მთვარის მასაზე და გაყოფილი r-x-ის კვადრატზე. აქედან G, m და m შეიკვეცება და გამოვა რომ 91 გაყოფილი x კვადრატზე უნდა იყოს 1 გაყოფილი r-x-ის კვადრატზე. და თუ ჩვენ მარცხენა და მარჯვენა მხრიდან ამოვიღებთ ფესვს, გამოვა რომ 9 გაყოფილი x-ზე უნდა იყოს 1 გაყოფილი r-x-ზე. გადავამრავლოთ ესწრები ჯვარედინად და გამოვა რომ 9r-ს გამოკლებული 9x-ი უნდა იყოს 1-ჯერ x-ი, ანუ უბრალოდ x-ი. საიდანაც ესე იგი 9r-ი გამოვა 10x-ი და x-ი გამოვა 9r-ის მე-10d. ანუ ესე იგი ეს დაშორება უნდა იყოს დედამიწას და მთვარის შორის რაც არის დაშორება, მაგის 9/10-დან 9/10 უნდა იყოს დაშორებული დედამიწის ცენტრიდან და 1/10-დით მთვარის ცენტრიდან. თუ ეს იქნებოდა 60-ერი, ესე იგი ეს უნდა იყოს 54r, სადაც r არის დედამიწის რადიუსი, და ეს უნდა იყოს 6-ერი და სწორედ ამ შემთხვევაში გამოვა ესეთი პირობა, რომ რა ძალითაც იზიდავს დედამიწა ამ სხეულს, ზუსტად იგივე ძალით იზიდავს მთვარე ამ სხეულს, მოდი საპირისპირო მიმართულებით. თუ გსურთ ფიზიკის წიგნის შეძენა მერვე კლასის მასალაზე, უნდა მომწეროთ პირადში თქვენი მობილურის ნომერი და მისამართი.